მერცხალა და თაფო გიორგი მუზაშვილმა რამდენიმე წლის წინ შეიძინა. თბილისიდან სოფელ ნაოზაში საცხოვრებლად გადასულმა გადაწყვიტა უდანაკარგო საოჯახო მეურნეობა აეწყო და საქონლის კვებაზე დახარჯული შრომისა და თანხის სანაცვლოდ უფასო გაზი მიეღო. გიორგის სამი ძროხა ჰყავს, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ოჯახში ცისფერიალი ყოველთვის ენთოს. თანაც ამისთვის დიდი დამატებითი შრომა არაა გასაწევი. ყოველ დილით გიორგი მუზაშვილი ბოსელს ნაკელისგან ასუფთავებს და მეზობლებისგან განსხვავებით, რომლებიც ნაკელს ღია საყარზე აგროვებენ, წყალს ამატებს და ბიოგაზის დანადგარში ასხამს. სანამ გაზქურას აანთებს, ბიოდანადგარში ჩასმულ მასას ურევს, რაც ბიოგაზის გამოყოფას ხელს უწყობს. მთელი ეს პროცედურა მძიმე შრომას არ მოითხოვს და დღეში სულ რაღაც 9 საათი მიაქვს. ბიოდანადგარი რომც არ ჰქონდეს, ეს დრო მას მაინც დაეხარჯებოდა, რადგან გლეხები ბოსელს ყოველ დილას ისედაც ასუფთავებენ. აი აქედან არის გაზი, რომელიც რო მე აქედან საბზარეულოში გადის. აი როგორი ბუშტულებით არის გაზი. ბიოგაზის გამომუშავების პროცესი სქემატურად ასე გამოიყურება. საქონლის სადგომიდან ნაკელის ხსნარის ყოველდღიური პორცია კოლექტორში ჩაედინება. შემდეგ მისი არევა ხდება, რაც ბიოგაზის გამოყოფას ხელს უწყობს. კოლექტორში წარმოქმნილი წნევის ზემოქმედებით ბიოგაზი საცავში გადაინაცვლებს და შემდეგ მომხმარებელს მილების საშუალებით მიეწოდება. ბიოგაზი, რომელსაც ვღებულობ, მე ესე იგი შეშა არ ამჭირდება ამ სიტუაციაში და ამ დროს ნებისმიერი სადილი, ნებისმიერ დროს გაცხელება არის, რაღაცა სულ ყველაფერს აფით ვაკეთებთ. გაზი, რაც თავარია, არ ავყიდულობ, არ ავხარჯავ ფულს, ეს ბუნებრივადაა თუ ბიოგაზი თავისით მომდის მე. მცირე გლეხურ მეურნეობაში ბიოგაზი მუდმივად შეიძლება იქნას გამომუშავებული, რადგან ბიომასის მომზადება სხვა ცხოველური და მცენარეული ნარჩენებისგანაც შეიძლება. ეს ბიოდანადგარი ზუსტად იგივე ტიპისაა, როგორიც გიორგი მუზაშვილის ეზოშია ჩაფლული. ის პოლიმერული მასალისგანაა დამზადებული და არ იჟანგება. ბიოდანადგარის დამონტაჟება დაახლოებით 4000 ლარი ჯდება. დაახლოებით წელიწადნახევრიდან 2 წელიწადნახევრამდე აი ამ პერიოდში იღებს ის თავის თავს, როგორც ანუ გამოისყიდის თავის ღირებულებას და შემდგომ უკვე 15-20-25 წლის პერიოდში ფერმერისთვის არის დამატებითი, ასე რომ ვთქვათ, შემოსავლის წყარო. ეს შემოსავალი კი იგივე ეკონომიაა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ენერგიის ფასი მუდმივად იზრდება, ბიოგაზის გამოყენებით მიღებული ეკონომიაც შესაბამისად მოიმატებს. უფრო დიდი მოცულობის დანადგარი მცირე საწარმოსა თუ ბიზნესისთვისაც მომგებიანია. რაც უფრო დიდია ბიოდანადგარი, უფრო მეტი საქონელი ან და ნარჩენებია საჭირო და შესაბამისად უფრო მეტ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. აქ 50 კუბური მეტრის მოცულობის დანადგარია ჩამონტაჟებული. მისი მონტაჟი უფრო ძვირი, კუბურ მეტრზე დაახლოებით 900 ლარი ჯდება და რესტორნის სამზარეულოს მომარაგებად შეუძლია. დიდი გაზი მოდის და გვეხმარება ხაჭაპურებზეც, გვეხმარება საწვლის გაკეთებისთვისაც, ყველაფრისთვის ერთი სიტყვით. დაანგარიშებულია, რომ 20 კუბური მეტრის მოცულობის ბიოგაზის დანადგარი წელიწადში $6000-მდე მოგებას იძლევა მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მცირე გლეხური მეურნეობისთვის 6 კუბური მეტრის მოცულობის ბიოდანადგარი ხარჯებს დაახლოებით $1900 დამცირებს, რადგან მასში წარმოებული ბიოგაზი ანაცვლებს ეგრეთ წოდებული ბალონის გაზს და გიორგი მუზაშვილი მას აღარ ყიდულობს. აღარ ყიდულობს იმდენ შეშას, რასაც მანამდე და ამით ტყესაც უფრთხილდება. აღარ აბინძურებს გარემოს, რადგან ამ სახით გადამუშავებული ნაკელი ნაკლებ მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ეფექტურ სასუქად გადაიქცევა და მცირე გლეხური მეურნეობისთვის მოსავალსაც საგრძნობლად ზრდის.